ღმერთის სიტყვაში წერია წუთის სოფელში უფალი ამბობს იოანეს სახარებაში წუთის სოფელში სირთულეები გექნებათ მაგრამ გამხნევდით მე ვძლიე წუთის სოფელს იესო ამბობს ნუ გეშინია მე ცოცხალი ვარ მე შენთანა ვარ მართალია სირთულეები არსებობს მაგრამ გამხნევდი რადგან მე უფრო ძლიერი ვარ ნებისმიერ პრობლემაზე და ნებისმიერ სირთულეზე რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებულები იესო ქრისტეში და მისი გვერდში დგომით დიდება იესოს დღეს მე უნდა გესაუბროთ ძვირფასებო ხელოვნურ ინტელექტზე მე მოვისმინე რამდენიმე ინფორმაცია ქადაგებები სხვადასხვა ბევრი რამ ჩვენ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ რომ ბევრი ინფორმაცია შეგვიძლია მოვისმინოთ რამდენიმე ქადაგება ერთი განსაკუთრებით მომეწონა ერთი ბაპტისტი პასტორი ამერიკაში რომელიც საუბრობს ამის შესახებ და მისგანაც ვიხემძღვანელე და ბევრი სხვა ინფორმაცია რომელიც რა თქმა უნდა არსებობს ინტერნეტში და მინდა რომ ამაზე გესაუბროთ რადგან ის კავშირში არის ჩვენს მომავალთან და კავშირში არის ჩვენს რწმენის სწორგზაზე სიარულთან ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურად ყველა AI ესე ეძახის ამ აბრევიატურას თუ დაწერ ყველა იცის რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტი მაგრამ ჩვენ ქართულში არ ვხმარობთ და მე დავარქვი ხი ანუ ხელოვნური ინტელექტი ხო იმიტომ რომ განსაკუთრებით წერის დროს რთულია ეს ბევრი დიდი წინადადებების თუ სიტყვების წერა და ხის ვხმარობდი ხოლმე რომელიც არის ხელოვნური ინტელექტი თუ ჩვენ ინტერნეტში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ხელოვნური ინტელექტის განმარტება მეცნიერული დონის მაგრამ არის ასევე განმარტება ასე ვთქვათ უფრო ისეთი უბრალო ხალხურ დონეზე და მე ეს ხალხურ დონეზე განმარტება ამოვიწერე ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული ტექნოლოგია და სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა იფიქროს და გადაჭრას პრობლემები ადამიანის მსგავსად. ანუ ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად ცდილობს განვითარდეს, რომ იყოს ადამიანის მსგავსი რაღაც მოწყობილობა თუ რაღაც ტექნოლოგიური სისტემა. ჩვენ ვიცით დღეს საძიებო სისტემები, რომელიც ასევე არის ხელოვნური ინტელექტი, როგორც არის Google, ასევე კომუნიკაციის საშუალებები, YouTube, Netflix, Amazon და ასე შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხმარობთ დღევანდელ დღეს. მაგრამ უფრო განვითარება ხდება განსაკუთრებით ჩვენ საუკუნეში არის ასეთი ChatGPT ან intelligence ესეთი რაღაც არის რომელიც ისევე გელაპარაკება როგორც ადამიანი მაგალითად თუ შენ გინდა ენის შესწავლა მეორე მხრიდან ადამიანი კი არ ზის არამედ ადამიანის მსგავსი რაღაც კომპიუტერული სისტემა, რომელსაც შენ ელაპარაკები, რომელიც პასუხს გცემ შენ და ადამიანის მაგივრად ის ასრულებს ადამიანის ფუნქციებს. ეხლა გუშინ იყო ერთი ვნახე ინტერნეტში, რომელიღაც ევროპის ქვეყანაში ქართველი გოგონა იყო, ტაქსი გამოიძახა და მოვიდა ტაქსი, რომელსაც ბრძოლი არ ყავს. ანუ იმართება ავტომატურად და ეხა იქ ვიდეო იყო უცნაურია ზიხარ ტაქსში და გვერდით არავინ არ ზის მძღოლი არ არის და ესაჭე ტრიალებს და მიყავ ხარ სადღაც ხო ნუ მე ამ ტაქსში ვერ ჩავჯდებოდი მართალი გითხრათ მაგრამ არის უკვე ასეთი
ტაქსებიც მძღოლის გარეშე, რომელსაც აქვს თავის სენსორები და იცის საით არის საშიშროება, რომ არაფერს დაეტაკოს, იქ GPS-ი აქვს, მიმართულებას იძლევა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ChatGPT, აი მაგალითად დღეს მე გიქადაგებთ, ხო? შეგვიძლია ჩვენ ამ სისტემას შევუკვეთოთ ქადაგება მაგალითად სათაურით ხელოვნური ინტელექტის საშიშროებები ქრისტიანული კუთხით, ხო? ის ჩამოგიწერს ყველაფერს ამ საშიშროებების და შენ შეგიძლია ჩემს მაგივრად ეკრანზე გაუშვათ ვიღაცა კაცის ფორმა და იმან გიქადაგოს. აი ასეთი ტექნოლოგიები არის დღეს და არა მხოლოდ კომპიუტერი, არამედ იქნება ჰუმანოიდები, ასე ქვია ამას, ადამიანები, რობოტები, რომლებსაც შეუძლია თვალები დაახამხამონ, იარონ, გადაიხარონ, გადმოიხარონ, გესაუბრონ. მაგალითად ახლა რო ვიყავი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ აეროპორტში ჩავფრინდი და ესე იგი რომ მიდიხარ მე მგონი გერმანიაში აღარ მახსოვს, მე მგონი ფრანკფურტში ვიყავი და დრო მქონდა ბევრი, ესე იგი რაღაც სხვა თვითმფრინავს უნდა გავყოლოდი მოკლედ და ამ თვითმფრინავებს შორის დრო იყო ძალიან დიდი და შევამჩნიე რომ ერთი ესეთი დიდი რაღაც ტაბლოსავით არის და იქ არის ქალი, რომელიც რაღაცას ლაპარაკობს მაშინ, როდესაც ჩაუვლი მას. როდესაც ჩაული რაღაცას გეუბნება გერმანულად. ხა მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ რასაც დავაკვირდი, ეს ქალი, ანუ ეს ტაბლოზე, ხო, გამოგაყოლებს თვალს. ჩაივლი გაგაყოლებს, ჩამოვლი გამოგაყოლებს, თითქოს ცოცხალიაო. ხო? და ეს თითქოს მოქმედებდა შენზე, რომ ერთხელ მივედი და ნეტა ცოცხალი ხო არის და არის თუ ნამდვილად ესე, იმიტომ რომ გაგაყოლებს, გამოგაყოლებს. ანუ ეს ტექნოლოგიები თავისი ეს ჰუმანოიდები მართალია ეს რობოტები არიან, მაგრამ თავიანთი ამ ადამიანური ბუნების ჩადებით ზემოქმედებენ გარკვეულად შენზე. აი ეს ჰუმანოიდები ხო, ეს ახლა რობოტი ცოტა ცივი არის რაღაცა, მაგრამ უკვე იქნება ესეთი ჰუმანოიდები, რომ უკვე ესეთი სახეც და რაღაცას დახვეწილი აქვს და ესეთი შეღებვა ამათაც შეუძლიათ და თმების გაკეთება და ესე და თანდათან იხვეწება ძალიან დიდი ფული იდება ამაში. დიახ, ეს ხელოვნური ინტელექტი მას შეუძლია ნაშრომების დაწერა. მაგალითად, როდესაც ჩვენ უნივერსიტეტში დიპლომი უნდა დაგვეწერა, უნდა წიგნებში ესე იგი გვეძებნა, მთელი გვეწერა, მე ჩემ დროს საბიჭდი მანქანები იყო ესეთი რაღაცა, მთელი ამბები, მაგრამ ეხლა ეტყვი. მე მინდა დავწერო ნაშრომი კანტის ფილოსოფიის შესახებ. უბრალოდ აკრიბავ ამ რამდენიმე წინადადებას და ისეთ ესე იგი ნაშრომს ჩამოგიწერს, რომ არავითარი წუნი მას არ ექნება. ის პასუხობს ყველა კითხვაზე, გაასწავლის, გელაპარაკება, გაარიგებს და შეუძლია გიქადაგოს კიდეც. მაგალითად ეკითხები ამ იმას სისტემას, კომპიუტერულ სისტემას აძლევს შეკითხვას. როგორ სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს ძველ აღთქმაში და ბიბლიის რომელი თავები და მუხლები საუბრობს ამის შესახებ? შენ შეიძლება ვერ მიპასუხო. ის გიპასუხებს. ზუსტად ჩამოგიწერს მუხლებს და ზუსტად გეტყვის, როგორ სწირავდნენ და რა სწირავდნენ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ის შენზე უფრო ადამიანზე უფრო სწრაფი ხდება და უფრო ცოდნეც ხდება ინფორმაციულად. ამიტომ თუ შენ ადამიანებს, როდესაც რაღაცა კითხვა უჩნდებათ, მიმართავენ ამ კომპიუტერულ სისტემებს.
შესაბამისად, ადამიანი ხდება უფრო მეტად დამოკიდებული, შენს მაგივრად ფიქრობს, თუ შენ უნდა გეშრომან შენ სადიპლომოზე, ის იშრომებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ უნდა დაგვეწერა სადოქტორო და პასტორ ნინო წერდა სადოქტოროს, მან გითხრა ხელმძღვანელმა, რომ ინტერნეტიდან არ ამოიღო ციტატები და იმითი არ შეავსო და ბევრ ციტატ, ბევრ ნაშრომს აქვს დაცვა. და ესე იგი, თუ შენ შრომა ინტერნეტიდან არის რაღაცები ამოღებული, უშვებენ ამ პროგრამაში და ის გეუბნება, რომ ეს ციტატები არის მოპარული. ხო? მაგრამ ეხლა ხელოვნური ინტელექტი ისე აკეთებს, რომ შენ აღარ გჭირდება არაფერის, არ ციტატების ძებნა, არაფერი, ეტყვი და ნაშრომი გამოდის. ანუ დამოკიდებული ხდები. ეხლა ანუ ყველაფერზე ხდები დამოკიდებული. იცით, ძვირფასებო, აი კალკულატორი რაც შემოვიდა, ადამიანებს გამრავლების ტაბულა დაავიწყდათ. აი მაგალითად, ჩემს ბავშვობაში და სტუდენტობაში მოლარე ძალიან ძლიერი მათემატიკოსი იყო. ეხლა მოლარე შეიძლება სრულიად უციგნური იყოს. იქ გაატარებს წკაპ, დაიძახებს, დაწერს იმას რაღაცა 25 ლარი, შენ აწლევ 100 ლარიანს, გამოაკლებს, რამდენი უნდა მოგცეს ხურდა, სულ არ ჭირდება მათემატიკა. შეიძლება არ იცოდეს 5 - 3 რამდენია, მაგრამ მოლარეთ იმუშავებს. რატომ? იმიტომ რომ ის ხელოვნური ინტელექტი ფიქრობს მის მაგივრად. და ის დამოკიდებული ხდება მასზე, თუ ის გაითიშება, ის აღარაფერი აღარ იქნება. ამიტომ ასევე არის ავიაბილეთები. ადრე ჩვენ რო დავფრინავდით, ბილეთები ქონდა ხელში. ეხლა ჯიბეებში ხელები ჩაწყობილი შეიძლება მიხვიდე იქა. ხელოვნურმა ინტელექტმა, კომპიუტერმა ყველაფერი იცის. ვინ ახარ, რა ხარ, სად მიდიხარ, რატო მიდიხარ, ვისთან მიდიხარ. ყველაფერი არის შეტანილი წინასწარ კომპიუტერში. თუ კომპიუტერი გაითიშა, აღარაფერი არ ახარ, ვერსად ვერ წახვალ და ვერავისთან ვერ მიხვალ. დამოკიდებული ხდები ხელოვნურ ინტელექტზე. ანაბეჭდები, სადღაც რო შედიხარ უცხო ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში შტატებში ასე არის, ანაბეჭს გიღებენ. ის, ვინც ანაბეჭს იღებს, იმ ხელოვნურმა ინტელექტმა თუ არ უთხრა ეს ის კაციაო, ის, ვინც არის იქ ოფიცერი, ის ვერაფერს ვერ გაიგებს, რაც არ უნდა ანახო შენი ანაბეჭდი. იგივეა მედიცინაში, ძვირფასებო. მედიცინა ვითარდება, თუ კლინიკაში არ არის ახალი აპარატურა, იმ კლინიკაში აღარავინ აღარ მიდის. ის აღარ არის ასე, რომ დაგარტყამდნენ და რაღაც გაიგებდნენ. ეხლა უკვე ხელოვნური ინტელექტია და მე მინახავს, რა ვიცი, ინტერნეტში ამოდის ხოლმე, რომ რობოტი აკეთებს ოპერაციებს. და ესეთი ის გავცელდა ეხლა, რომ კაცი კი აღარაა საჭირო, რობოტი გააკეთებს ოპერაციას, რა ვიცი, ხა მე მაგალითად არ გავაკეთებიებდი, მაგრამ ალბათ ეს იქნება გარეშე. ანუ ხელოვნური ინტელექტის გარეშე თითქოს ადამიანი ხდება დღევანდელ სამყაროში უსუსური. ერთი შარჟი იყო ესეთი, რომ ორი ჩიტი იჯდა ხეზე და ბაღში იყო საფრთხობელა. ხო და ერთი ჩიტი ეუბნება მეორეს, როგორ ფიქრობ, ეს საფრთხობელაა თუ კაციო? და მეორე ეუბნება, ეგო საფრთხობელა არის და საიდან იციო და მობილური არ უჭირავს ხელშიო. ნუ ამაში არის სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს მობილური. შედი მეტროში, ყველა მობილურში არის, სადღაც ესე იგი მივიხარ, ყველა მობილურით იღებს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დამოკიდებული ვხდებით მობილურზე. როდესაც დილით დგება ადამიანი, პირველი ზოგჯერ მობილურს უყურებს, აბა მესიჯი, აბა ინფორმაცია და ასე შემდეგ. იოანეს 15:5-ში წერია, უფალი ამბობს იესო, უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. დადგება დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იტყვის, უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროში, რომელიც განსაკუთრებული დრო არის, ჩვენ შევძლოთ ორიენტაციის აღება და არ დავკარგოთ ორიენტაცია. განსაკუთრებული დრო არის, აი ნებისმიერ მშობელს შეეკითხე, გეტყვის შვილზე, რომ ძალიან უჭირს მობილური გამოგლიჯოს ხელიდან. არასოდეს ასე არ ყოფილა. ჩვენ დროს იყო ტელევიზორი, მაგრამ მობილური სულ სხვა რამეა. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ხელოვნური ინტელექტის მიმართ? თქვენ თუ ისტორია იცით, როდესაც შემოვიდა რადიო და შემოვიდა ტელევიზია, ეკლესია ადვილად და ასევე კომპიუტერი, ეკლესია მას ცოტა მტრულად უყურებდა. მე მახსოვს, აი ნინო ყაზიშვილის დედა როა ცირა ყაზიშვილი. მან ერთხელ თქვა, რომ ჩვენ აკრძალული ქონდაო ტელევიზორის ყურებაო ეკლესიის წევრები ვინც ვიყავითო. და ტელევიზორი იყო ჩართულიო ზურგით ერთხელ ვემსახურებოდი სუფრას და ზურგით ვემსახურებოდი რომ არ შემეხედაო. სწორი იყო ეს თუ არ იყო სწორი? სწორიც იყო და არც იყო სწორი. იცით, ყველაფერი ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ყველაფერი სწორად უნდა გამოვიყენოთ. ტელევიზორში კარგი რამეც არის და ცუდი რამეც არის. ინტერნეტში კარგი რამეც არის და ცუდი რამეც არის. ინტერნეტში მე მოусმინე ქადაგებას, მაგრამ არ მოусმინე სხვა რაღაცას, რომელიც იყო ცუდი და არ იყო ღმერთისათვის მოსაწონი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი გამოიყენო და არაფრის შეგეშინდეს, მაგრამ შენ უნდა იყო ფხიზლად და შეერთებული უფალთან და ყველაფერი უნდა იცოდე. უნდა გავარჩიოთ საშიშროება. როდესაც ბავშვს აქვს მობილური ტელეფონი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოვიცილო და რაც უნდა ისქნას, არა, შენ უნდა აკონტროლო, რას უყურებს, რამდენს უყურებს და როგორ ზემოქმედებს მასზე. არის თუ არა ის დამოკიდებული. არაფერზე არ უნდა იყო დამოკიდებული. ეს ეხება ბავშვსაც და ეს ეხება დიდსაც. არაფერზე არ უნდა იყო დამოკიდებული. უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი. ის გმართავს ჩვენ თუ ჩვენ ვმართავთ მას. ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და მსახურებაზეც კი ვერ შეიკავებს თავს და მობილურში რაღაც ახალი ამბავი ხო არა. რას ნიშნავს? ამაში ცოდვა კი არ არის. შენ გმართავს ის უკვე მეგობარო. შენ ერთი სული გაქვს, როდის ესე იგი ნახავ ამ ამბავს. შენ გჭირდება გამოსცადო შენი თავი. შენ უნდა აკონტროლო შენი თავი. რომ შენ გმართავს ის თუ შენ მართავ მას. ცირეთში თუ არ გააკონტროლე, იცოდეთ რომ რაც დრო გავა, უფრო და უფრო რთული იქნება ეს ყველაფერი. რა მიზანი აქვს ხელოვნურ ინტელექტს? რა მიზანი აქვს ამ ინჟინრებს და ტექნოლოგიებს? ზოგადად ტექნოლოგია ნეიტრალურია. ნეიტრალურია მიკროფონი, ნეიტრალურია ტელევიზია, ნეიტრალურია კომპიუტერი, ნეიტრალურია პროექტორი, მაგრამ მნიშვნელოვანია ვის ხელში ჩავარდება ეს. მაგალითად, როდესაც ბირთვული ენერგია იქნება გამოგონებული, ამ ბირთვული ენერგიით შეიძლება და ელექტროსადგურების აშენება და ენერგიის გამომუშავება, ან გემები, ყინულმჭრელები არსებობენ ამ ენერგიით, მაგრამ შეიძლება ბირთვული იარაღის გამოგონება და უამრავი ადამიანის დახოცვა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ვის ხელში და რა მოტივაციით ვარდება ესა თუ ის ტექნოლოგია. ამ ხელოვნურ ინტელექტის შემქმნელებს სურს, რომ ღმერთის გარეშე მოიტანონ მარადიული ცხოვრება და ბედნიერი ცნობიერება. ხელოვნური ინტელექტი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათთვის იქნება ღმერთი, მაღალი ინტელექტი, რომელსაც ყველაფერზე ექნება პასუხი და ის გადაჭრის მარადიულობის პრობლემას. როდის ხელოვნური ინტელექტი იტყვის, რომ მე მაქვს ყველაფერზე პასუხი და შენ გაინტერესებს და შენ ეუბნები. ხელოვნურო ინტელექტო აძლევ კითხვას, ამდენი რელიგია, ამდენი რწმენა, სად არის ჭეშმარიტება?
ის მოგცემს პასუხს. და შენ იტყვი, რომ მან ყველაფერი იცის, ის ყველაზე მაღალი გონია, ამიტომ მას უნდა დაუჯეროთ. მაგრამ ვინ ჩატვირთვა ეს პასუხი მასში? ადამიანმა ჩატვირთა, მას აწყობს, რომ ასეთი პასუხი ჰქონდეს მას. იცით, კომუნისტების დროს, ეხლა ჩემს ბავშვობაში რაღაცას რო იტყოდნენ ინფორმაციას, ზოგი იტყოდა, შეიძლება იყო ისეთი ინფორმაცია, რომ ნამდვილად ესია და თუ იტყოდნენ, რომ კომუნისტში ეწერაო, ესე იგი მართალი ყოფილაო, იმიტომ რომ კომუნისტში თუ ეწერა, ხალხს ეგონა, რომ კომუნისტში ყველაფერი სწორი ეწერა. და ეს ყველაზე ერთ-ერთი ტყვილი გაზეთი იყო, მაგრამ რადგან იქ ეწერა, ესე იგი, ნამდვილად მოხდა ეს ამბავიო. ასე იქნება ხელოვნური ინტელექტი. ყველასგან იქნება გავრცელებული, რომ ეს ყველაზე მაღალი და სწორი გონი არის. როდესაც შენ დაგუგლავ რაღაცას და იქ არის ვიკიპედია, ხო? ვიკიპედიაში რაც წერია, შენ შეგიძლია გადმოიწერო და ხალხს უთხრა, იმიტომ რომ დარწმუნებული ხარ, რომ ვიკიპედიაში უკვე სტერილური და შემოწმებული ინფორმაცია არის. ასევე იქნება ხელოვნური ინტელექტი. დღეს ტელევიზიები იცით, ახლა მარტო იმედი რო იყოს, ხო, ხალხს ეგონება, რომ ის არის სწორი. მაგრამ რადგან არის სხვა ტელევიზიები ოპოზიციური, ამიტომ ხალხი ფიქრობს, ვინ არის სწორი. მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში რო ერთი ტელევიზია, ყველა ფიქრობს, რომ ის არის სწორი, ის ხელოვნური ინტელექტი, ის ტელევიზია, რასაც მას ეუბნება. ასე რომ ბოლოში ამისკენ მიდის ყველაფერი ძვირფასება. მეცნიერებმა გამოიკვლეს, რომ ადამიანის ტვინში არის ტვინის შიგნით რაღაცა პატარა ესეთი ნაწილი, რომელსაც ეწოდება ჰიპოკამპუსი. ექიმებმა იციან ეს და რომელიც თურმე აკონტროლებს ადამიანის სივრცულ მეხსიერებას და ნავიგაციას. ანუ თუ შენ გინდა რომ ახლა წახვიდე სახლში, იმისათვის რომ სახლამდე გაიგნო გზა და ნავიგაციად მიუხვიო, მოუხვიო, ეს ნაწილი აკონტროლებს ამას. თუ ეს ნაწილი დაზიანებული აქვს ადამიანს, ის სახლს ვერ მიაგნებს. და თურმე GPS-ი მოქმედებს ამაზე. და რა თუ შენ GPS ენდობი ყველგან, ახლა შენ რომ სახლში მინდა წასვლა და GPS-ი ჩართო და არ იფიქრო სადმეო, ის გეუბნება აქ მოუხვიე, იქ მოუხვიე, ნელ-ნელა აქვეითებს თურმე ამ ნაწილს და მას უმოქმედოს ხდის. ასეც არის ახლა მაგალითად, როდესაც ჩვენ სადმე მივდივართ და ბძღოლის სხვა არის, ისე შეიძლება მიგიყვანო სადღაც სოფელში, რომ კითხოს, რომ სად მოუხვიე და მიუხვიე, ვერც იფიქრო, იმიტომ რომ შენ არ აკონტროლებდი, შენ ლაპარაკობდი და გაიხედებოდი, მაგრამ ბძღოლი როცა ხარ, ეუბნები შენ, მოიცადე, ახლა მარცხნივ უნდა მოუხვიო თუ მარჯვნივ. ასე არის ამ შემთხვევაში და როდესაც შენ ხელოვნურ ინტელექტზე ხარ დამოკიდებული, შენი თავის ტვინი ნელ-ნელა ფუნქციას კარგავს და ნელ-ნელა უნარო ხდები და რაც შენ მეტად უნარო ხდები, რაც ისე უფრო მეტად უნარიანია შენ ცხოვრებაში, შენ მეტად უნარო ხდები. ადამიანის ტვინი ქვეითდება და დამოკიდებული ხდება ხელოვნურ ინტელექტზე, ხოლო ხელოვნური ინტელექტის რწმენა უფრო და მეტად იზრდება შენში. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ აქა და აქ უნდა მოხვიდე ამ მისამართზე, გითხრა სად უნდა მოუხვიო და სად უნდა გადაუხვიო, არ მინდა GPS მივცემ მიმართულებას და ის მომიყვანს. შენ უფრო მეტი რწმენა გაქვს GPS-ის, ვიდრე საკუთარი თავის. მას შეუძლია ქადაგება და გერმანიაში ერთ-ერთი ლუთერული ეკლესია არის ესეთი, სადაც ეს ხელოვნური ინტელექტი ქადაგებს. და ასევე ძვირფასება, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გსწავლობს შენ, გიკვლევს შენ.
იცი შენს შესახებ ყველაფერი. მაგალითად, Facebook გვერდზე თქვენ იცით, რომ Facebook-ი გთავაზობს ვიღაცებს, რომ დაუმეგობრდე, ხო? და მე განსვიფრებული ვიყავი, რომ შემომთავაზა მეგობრებმა ჩემს Facebook-ზე ჩემი მანქანის ხელოსნის, რომელთანაც არც ერთი საერთო მეგობარი არ მყავს და პიროვნების, რომელიც თმებს ჭრის, რომელთანაც საერთოდ მეგობარი არ მყავს საერთოდ. პასტორინოს ვეკითხებ, საიდან გაიგო ეხლა მე Facebook-მა მე მანქანის ხელოსანთან ვისთან მივდივარ. მაგრამ ხო ვურეკავ მას და ტელეფონის საშუალებით შემომთავაზა ხომ არ გინდა მასთან მეგობრობა. როდესაც YouTube-ში შედიხარ, YouTube-ი იკვლევს რას უყურებ შენ და გთავაზობს შესაბამის ვიდეოებს. ხელოვნური ინტელექტი სწავლობს შენ, მან იცის ყველაფერი შენ შესახებ. ის უკეთ გიცნობს შენ, ვიდრე შენ იცნობ შენ თავს. თუ შენ ქადაგებებს უყურებ ბევრს YouTube-ში, ეს მორწმუნეა, პროტესტანტია, ეს ამნაირი რაღაცა აინტერესებს და მან უკვე იცის შენ შესახებ. ის აგროვებს ინფორმაციებს შენს შესახებ, გსწავლობს და შემდეგ გაძლევს რჩევებს, შეთავაზებებს და ფაქტიურად მანიპულირებას გიკეთებს. როგორ? ის გთავაზობს, ამას უყურე, აი კაი სურათიანი არის, მერე შენ შეგისწავლა ამას, მგონი ტკბილი უყვარს და ეხლა რაღაცებს ვაყიდინებ ამას მე. იცით, ის მანიპულირებას გიკეთებს უკვე. ის უკვე ცდილობს, რომ შენს თავის ჭკუაზე გატაროს, იმიტომ რომ კარგად იცის შენ შესახებ ყველაფერი. ხელოვნური ინტელექტი უკეთ გაგიცნობს, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს და ის სულიწმინდის მაგივრობას გაგიწევს ჭყალებში, რომ მიაღწიო შენ ცათამჯენის აშენებას. ანუ ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდა გვმოძღვრავს და გვასწავლის, მაგრამ დღეს შენ ხელოვნური ინტელექტი, YouTube-ი, ეს ხელოვნური ინტელექტი რაც არის ყველაფერი, ის გასწავლის გეუბნება და მიმართულებებს გაძლევს. ილონ მასკი იცით ყველამ თქვენ და მან შეძლო, რომ თავის ტვინში ჩიპი დაემონტაჟებინა. ჩასვა ჩიპი თავის ტვინში და მე წავიკითხე 2024 წლის თებერვლის სტატია, თუ არ ვცდები, ის ამბობს, რომ ეს იყო პირველი ჩატვირთვა ჩიპისა ადამიანის გონებაში, ძალიან კარგად წავიდა სიტუაცია და ეხლა ამ ადამიანს შეუძლია თავისი ფიქრებით მართოს მაუსი, კომპიუტერის მაუსი. ანუ ჩვენ კომპიუტერს როგორ მართავთ მაუსის ხელით, ხო? ეხლა ის, როდესაც მაუსი თუ მართავთ ჩვენი ხელით კომპიუტერზე, გადადის ეს ისარივით როა, ხო? მოძრაობს ისარი. მაგრამ ეხლა ამ ადამიანს, ვისში ჩიპია ჩამონტაჟებული, ეს ჩიპი უკავშირდება კომპიუტერს და ჩემი ფიქრებით, მაგალითად, აი მინდა რომ ამ ფაილიდან იმ ფაილამდე მივიტანო მაუსი და დავაწყაპუნო, ხო? მე გავიფიქრებ ამას, რომ ამ ფაილიდან იმ ფაილში მივიდეს მაუსი და დაწყაპუნდეს და გაკეთდება. ამას ამბობს ეს. ანუ ეს რა არის ძვირფასებო? გამოვიდა ერთი წიგნი, ესეთი წიგნია Singularity Nearer, ანუ ახლოს არის, ამ წიგნის სათაური არის, რომ ახლოს არის შერწყმა ადამიანსა და კომპიუტერის, ადამიანსა და ხელოვნური ინტელექტის შერწყმა ძალიან ახლოს არის და Bill Gates-ის აქვს წამწვარებული ამ წიგნზე, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს ხელოვნური ინტელექტის მომავალს. ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინის, ადამიანის ცნობიერების ჩატვირთვა მოხდება კომპიუტერში. აი წერია, რომ მალე ადამიანის ცნობიერებას ჩვენ ჩავტვირთავთ კომპიუტერში და შესაძლებელი იქნება ადამიანის ცნობიერების კოპირება, ადამიანის არსებობა ბიოლოგიური სხეულის გარეშე.
ანუ ჩვენი ცნობიერების კოპირება მოხდება ხელოვნურ ინტელექტში და მე ვინც ვარ ისინი ასე ამბობენ ჩვენ სხვანაირად ვიცით ჩვენ ვართ სული მაგრამ ისინი ამბობენ რომ მე ვინც ვარ უკვე გაციფრულდება და მიუხედავად იმისა რომ ჩვენი სხეული შეიძლება მოკვდეს გაიხსნას მე მაინც დავრჩები ციფრული სახით და ვიარსებებ და ისინი ამბობენ რომ 2030 წლისთვის ასე იქნება 2030 წლისთვის შეიძლება მოხდეს ადამიანის ცნობიერების ჩემი პიროვნების ხელოვნურ ინტელექტში ჩატვირთვა რაც მე ვარ ყველაფერი აი როგორც გითხარით რომ ჩიპიზაცია მაგრამ ამ წიგნში წერია რომ 2055 წლისთვის შესაძლებელი გახდება ადამიანის ცნობიერების და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანება და შერწყმა. ანუ იმის ჩემი სხეული შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ მე დავრჩები ჩემი ცნობიერება ხელოვნურ ინტელექტში და შემიძლია ვიფუნქციონერო მისგან. ასეთია ამათი, ასე ვთქვათ, მიზნები და აზრები. რა თქმა უნდა ანტიქრისტე გამოიყენებს ამ სისტემას და ჩვენ ვიცით რომ იქნება საერთო ეკონომიკა, ერთიანი პოლიტიკური ბლოკის სისტემა და ერთიანი რელიგია. ხელოვნური ინტელექტი გაგცემს ყველაფერზე პასუხს, მაგრამ იქნება თუ არა ეს პასუხი ჭეშმარიტი, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ყველას ექნება რწმენა უკვე ხელოვნური ინტელექტისადმი, რომ ეს არის ყველაზე მაღალი გონი. და ხელოვნური ინტელექტი კონკურენციას გაუწევს ღმერთის სულს. მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი უწევს კონკურენციას ღმერთს, ანუ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები ცდილობენ რომ მათ გაუწიონ კონკურენცია ღმერთს იმის მაგივრად რომ ის გამოიყენონ როგორც საჭირო ხელსაწყო ადამიანების სიკეთისათვის და ეს მართლაც ესე არის. ეხლა ბოლოს ჩვენ უნდა გვეშინოდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის რა თქმა უნდა არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ მაგრამ შენი თავი უნდა გამოიკვლიო მართლა ჰუმანოიდი ხო არ ხდები ნელ-ნელა. იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს რო შეხედავ, ესე იგი მობილურშია ჩატვირთული. ვერ გაარჩევ კაცია თუ მობილურია, ესე იგი მის გარეშე ჩვენ აღარ შეგვიძლია ცხოვრება, ამიტომ თავი უნდა შეიკავო, ზოგჯერ ჰაერზე გახვიდე, ზოგჯერ იცით ამერიკაში შემოღებული არის ესეთი მარხვის ახალი სტილი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ, უნდა ვიმარხულოთ ერთი კვირა და ეს იმას ნიშნავს, იმას კი არა, რომ საჭმელს არ ჭამენ. არავით არის ელექტრონული სისტემები და სოციალური ქსელები არ აქვს. გამორთავენ ყველაფერს, კომპიუტერი, ფეისბუქი, მობილური, სულ ყველაფერი. და ამას ისინი მარხვას ეძახიან, რომ შეძლონ მობილურის და ამ ყველაფრის გარეშე ერთი კვირა იყონ. და ეს მართლაც საჭიროა, რომ ჰუმანოიდები არ გავხდეთ და ჩვენ ხელი არ უნდა გაუშვათ იესოს. ძვირფასებო, სულის გარეშე და გამოცხადების გარეშე, შენი გამოცდილების გარეშე შეუძლებელია მიიღოს სწორი პასუხი. შეუძლებელია ხელოვნურმა ინტელექტმა გითხრას ჭეშმარიტება, შეუძლებელია მან შვას ზეციდან ეს ყველაფერი მოდის ზეციდან, მოდის სული, ისინი უარყოფენ ამ ყველაფერს. ისინი ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიებით, შვინვით და ყველაფრით შეიძლება მიაღწიოს ზეცას, მაგრამ ღმერთისაგან მოდის ყოველივე. ამიტომ ჩვენ ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, ხელოვნური ინტელექტი თავის ზომაზე უნდა იყოს. ყველაფერი არ შეიძლება შევეკითხოთ მას, დაუჯეროთ მას და მისით ვისარგებლოთ. და ძალიან რთული და საშიში დრო მოდის ძვირფასებო. ამიტომ ეკლესიას სჭირდება სულიერი მართლობა. დიდება იესოს. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასებო.